მოგესალმებით გალბატონებო და ბატონება, მოკლედ მოვედი. ამას გავიხდი პერსონალს. როგორ ბრძანდებით? 20 ოთახში ვიმყოფებით, დღეს ლენგამ თავის ოთახში რაღაც გადალაგებები გააკეთა მაგის ამსახველ ვიდეო მასალას ძალიან მალე იხილავთ ლენგას TikTok გვერდზე. მე ფარდა დავკიდე, მეტი ისეთი არაფერში არ მჭირდებოდა ჩემი დახმარება და ზოგადად ლენკას არ უყვარს ხოლმე რაღაცებში როცა ვეხმარებით და ძირითადად ყოველთვის ცდილობენ ხოლმე რომ ცდილობს ხოლმე ლენკა რომ ისმით რას რომ გაიწია ფეხებში ნუმერლანდები. ხო და ჩემი აზრით ეგ არის ძალიან უხეში მიმართვა. და მსგავსი რაღაცები ვიღაც ადამიანი როცა შენს დახმარებას ცდილობს არასდროს არ უნდა მიმართო უხეშად და პირიქით თუ შეიძლება არ გენდოდეს მის დახმარება. კი არა რომ დაგეხმაროს ეგ, მაგრამ მაინც არ უნდა იყო უხეში და ცოტა უფრო ადამიანურად უნდა უთხრა რომ მადლობა ჩემი თვიზო. მაგრამ მე მადლობას ის მოყვება ხოლმე რომ არა მაინც საკაცო მე ვიზო. ხო. ალბათ ეგრეა. ხო და მე ვფიქრობ რომ როცა ადამიანი ცდილობს თქვენს დახმარებას ცოტა უფრო ნორმალურად უნდა მოიქცეთ. ლენკაზე ნაწყენი კი არა ვარ კაც მე მივეჩვი უკვე. ლენკა რო ეგრე იმაში ვახოლ მეუბნება ხოლმე ბევრ რაღაცას მეუბნება ეგრე და მე უკვე მიჩვეული ვარ, იმიტომ რომ ლენკა ეგეთი ადამიანია და ეგეთი მიყვარს უკვე რა. მაგის შემცვლელი არც თვითონ არც მე და არც მაგის დრო გვაქვს რომ მაგაზე ეგეთ რაღაცაზე ის ვქნათ და ურთიერთობაზე ზეგავლენა უნდა გქონდეს. რაღაცები როცა გწყინით ხოლმე ერთმანეთისგან ზეგავლენა უნდა გქონდეთ რაღაცა უფრო ის რომ აი ესეა და всё რა. დავჭი. მაგრამ ზოგადად დახმარების გამოთქმა ვიღაცის მიმართ ძალიან ისაა რა. კარგი ჟესტი არის, მე ეგრე მგონია რა, ვიღაცები. აი ლენკა მაგალითად მოვიდა ახლა. და ახლა რო ვკითხოთ, შეიძლება ყველაფერი პირიქით თქვას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც ვილაპარაკე ზუსტად ისე არის, როგორც ვილაპარაკე. მკითხე. რატო იძახი ხოლმე ეგრე უხეშად როცა მე დახმარებას გთავაზობ, რომ გაიწი ფეხებში ნუმერლანდებიო. იმიტომ რომ კონცენტრირებული ვარ და აი მე ვაკეთებ და რომ მჭირდებოდეს დახმარება, გეტყოდი რომ დამხმარებოდე. ხო, მაგრამ მე თვითონ რომ ინიციატივას ვიჩენო, მოდი დაგეხმარები, ეგ არ არის, კაი? შეგიძლია ჩამეხუტო და მაკოცო რომ რეალობას მოვწყდე და მე კი არა და რასაც ვარ კონცენტრირებული, იმისგან მომწყვიტო და მერე მკითხო ეგ და სხვანაირად გეპასუხებ. ხო, მაგრამ იმიტომ რომ აი წარმოვიდგინე, აი ძალიან კონცენტრირებული რაღაცებს ვაკეთებ და შენ შემოდიხარ რა, არსაიდან ვიღაცა უცხო ტიპი იჭირდება. ვიღაცა უცხო ტიპი ვარ მე. ანუ ხო უცხო ხარ, მაგრამ ხო, მაგას ვეუბნებოდი რომ ძალიან უხეშია თქო ლენკას ხო და მაგრამ ეგეთ რაღაცებს ურთიერთობაზე ზეგავენა არ უნდა გქონდეს მეთქი, როცა ადამიანი ეგეთია თქო, უნდა იყოს ეგეთი თქო და აცალოთ მეთქი. არა, მე ძალიან გამეხარდება რომ აი ძალიან დაძაბული და კონცენტრირებული თუ ვაკეთებ რაღაცა საქმეს, შენ ძალიან თბილად და სიყვარულით გამაჩერო. ხო. და მე შემოგთავაზო? ხო, გინდა რომ დაგეხმარო. 2 წელი გავიდა და აქამდე ჰინტი რატო მქონდა მოსმენი? შენ უნდა მიხვდე. მე ας უნდა მივხვდე, ეხლა ხომ მითხარი აწი რომ გავაკეთებ, მე მეტყვი რომ ეს შენ მიხვედრილი არ ხარო, მაგას მე გითხარიო და აინც არ მინდაო. აგერ ნახავთ თუ არ მეტყვი. ხო, მე მარტო ფარდა დავკიდე რა, ლენკამ თავის ოთახი გადააკეთ, მიაკეთ, მოაკეთა. ხო, ეგეთებს არ ვარ, ხალხია. გიყურებენ. ეგეთ. ხო და სად ვიყავ? რას ლაპარაკობთ? წარმოგიდგენია რა, უხეშები რო არ უნდა იყოს ადამიანები ზოგადად ვიღაც ადამიანები რო რაღაც დახმარების სრული გამოთქვამენ მაგას. მაგრამ ყოველთვის ძირითადად ისეთ მომენტებში იმას გვეუბნებიან ხოლმე, გთავაზობენ დახმარებას, როცა მაგაზე ფიქრის დრო არ გვაქვს. ხო, მაგას. ანუ როცა აი დავუშვათ მანქანამ დამარტყა რა. და ღმერთო დამიფაროს, მაგრამ ანუ ეს ისე ვიღაც ტიპი მოდის და დახმარება ხო არ გინდა? კი, აი მინდა. მაგრამ აი რა უნდა გააკეთო შენ ახლა დროს ხოლმე დააბრუნებ უკან. დახმარება ხო არ გინდა, უფრო ის არის, რომ ადამიანმა თავი მარტო არ ეგრძნოს და დილობის ამბავია. დახმარებას არ აპირებ. მე ვაპირებ ხოლმე. მე ძალიან ბევრი ადამიანს ძალიან ჩვეულებრივად უანგარო დავეხმარებ. ნებისმიერ იუთუბერებს კითხე, შენი იუთუბერებს კითხე, მაქსიმუმ ანანოსი, იმიტომ რომ გუშინ ანანოსი. ხო და იუთუბერებს კითხე ნებისმიერს, ვისთანაც კომუნიკაცია მქონია, რომ ყოველთვის მაქვს რაღაცა იდეა შეთავაზებული, რომ მოდი ეს გააკეთე. ან რაღაცა ეგეთი ყოველთვის მაქვს გაკეთებული ყველასთან. ჩვენ ყოველდღე უანგაროდ რა თქმა უნდა, რა პროსტო მგონია რა რაღაცა კაი იდეა რომ აქვს და ჩემ სტილში რო არ ჯდება და ვიღაც სხვას უფრო მოუხდება რა უხდები. მირჩევნა თუ არ მირჩევნა. ძალიან დაგლერა. რამდენ გაყა?
რაც გავაგო და 4-ს ვაწყობ. და მაინც კარადა მოუტანს ცუდი. Короче, იმედგაცრუება. რა. ჩემი 5 დღე. ხო და ზოგადად ადამიანი თუ დახმარებას გთავაზობთ, აცალეთ რომ ზრდილობიანი იყოს. თქვენთვის ცუდი არ უნდა იმ მომენტში როგორც მინიმუმ და გააკეთებინეთ რამის დახმარება თუ შეუძლია. მაგრამ ზოგადად ადამიანს დედაჩემს აქვს მაგალითად ეგეთ დედაჩემს რომ ცდილობ ხოლმე რომ დავეხმარო. აი დედაჩემს და მამაჩემს ერთი ისტორიას მოვყვები. მამაჩემს შემოდის ოთახში. დედაჩემს გააქვს რაღაცა სარეცხი. და ჩემი იმიდან გადიან სარეცხი თოკები. აქვს მარტო ჩემს აივანს, მაინც და მაინც 3 აივანი გვაქვს და მაინც და მაინც ჩემსაც აქვს სარეცხი თოკები. ხო და გამოდის აქეთ რა, დედაჩემი შემოვიდა და მეუბნება. რომ ისო, ეს უნდა გავიტანო, გავფინო. მეთქი მიდი რა. მოხმარება ხო არ გინდა? არა. მე მამაჩემი შემოდის და ეუბნება. მოდიო რა, მე გავაკეთებ შენ დაღლილი ხარ თუ რაღაცა რა, სადღაც იყვნენ ერთად და დაიღალა დედაჩემი და მამაჩემი ცოტა ხოძე იყო უფრო და ეუბნება რომ მოდიო, იმას ვიზავ, მე ვიზავ და არა, არ მინდაო კაცო, შენ გაკეთებულიო რა უნდა იყოს. ანუ ეგ ფრაზა არის ძალიან ცუდი. შენ გაკეთებულია როგორ უნდა გამომადგეს. შენს კითხავს ჩემთვის ბერჯერ. ხო, გაჩვენდი ჩემთვის. რატო? მე ჩემ გამოზე გავფენო, შენ რა იციო? აი, გაფენაზე ვაფშე რა არის? აი, ჩემ გემოზე გაფენის დედა შევედა. აი, ხო, გაიფინება და გაშრება სადღაც, ხო, აი, ყველა არა, მეც ეგრე ვარ, მეტი არ მინდა სარეცხი გაფინო. აბა დედა ჩემთან რატო გაქვს პრობლემა, მაინც. ხო და მე გაფინა, короче, დედაჩემმა ეს ისა, მამაჩემის და დედაჩემის ისტორია დავამთავრე. შემოვიდა ოთახში და თქვენო ხო ხალხი არ ახართ, ერთხელ არ მომეხმარებთ და მე და მამაჩემი უყურებთ ერთმანეთს. FIFA-ს ვთამაშობდით თუ რაღაც, PlayStation-ს ვთამაშობდით მე და მამაჩემი. და გამომხედა ასე და მამაჩემი რა გავაკეთოთ? ჩუმად იყოთ. ვიჯექით ეგრე ჩუმად. ხო და კაცო, ჩუმად იყავით. მitmets მაშინ როცა გიყვირიან, ჯობია რომ ჩუმად იყოთ. რა, მაგაზე კაი გადარჩენის მეთოდი არ გვაქვს, ანუ ჩვენ თვით გადარჩენის ინსტინქტი აღარა გვაქვს. ადრე იყო რომ რაღაცა ლომს თუ დავინახავდით, ამ ლომს ამ უნდა გავქცეოდით, ამ უნდა მოგვეკლა რა, ეგ იყო თვით გადარჩენის ინსტინქტი და ლომი არაფერი არ არის ქალთან შედარებით. ჩემი მათემატიკით. მაგარი საშიშები არიან ქალები. ლენკა დაბრიალება იცის ხო? მეთქი აი ვაფშე არაფერს მოშარა. აი რა ცუდი ჩვევა. ვაფშე არაფერს მოშარა ვარ და აი უცებ ისე გადაატრიალებს რომ აი ვისუნთქე პროსტა არავის არ შევაწყდა. ესე იქ თან ბიჭო ანუ აი ვიღაცა კაცები რო არიან რო ატრაკებენ აი ცოლი ხელში მიჭირას. არა ყლე ბიჭო სახში რომ მივლენ იმე ყველა ცუციკი კაცი ვართ. მე ეგრე მგონია რა აი ყველა იმას ხო ფისო აი ეგრე შენი დედა მოვა ხო ფისო აი ეგეთები არიან მე ეგრე მგონი არა ნაბოზარი კაცებიც არსებობს ნაბოზარი ეგრე ქალები რო არსებობენ ეგეთი უნდა უფრო სწორი იქნებოდა მე თუ მკითხავ კაცებზე ნაბოზრები არიან ქალები მართალია მე თუ მე შეგეთე ხალხია შეიძლება იძახი რომ ყველა მერე კაცები ხო ფიშო და ესეთები ხდებიანო. ეგ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უყვართ ერთმანეთი წყვილს. აბა თუ ერთმანეთი არ უყვართ და ერთად არიან ორივე ვერ არის ჯანზე რა, მე ეგრე ვფიქრობ. აი ხო შეიძლება რომ კაცს არ უყვარდეს და ქალს უყვარდეს. მაშინ ეს ამ კაცს რა უნდა? არის ნამდვილი რეალობაა ეგ რა. ანუ რა თუნდა თუ არ უყვარს, არ გიყვარს, რა გინდა ბიჭო? აი გავიდა 30 წელი და აღარ უყვარს რა. ხო არ დაშორდება 30 წელი გავიდა და აღარ მიყვარს ის ხო არ არის აი რა ჩემი საყვარელი თამაში ხო არ არის რომ აი 30 წელი გავიდა მომბეზდა და აღარ მიყვარს ადამიანია ის ხო არ არის აი ადამიანია ადამიანია ზაღლი ავიყვანი და 12 წელი მიყვარდა და ეხლა რა 13 წელს აღარ მიყვარს ყლევა ბოზიშა ხო იცი რასაც გულს ხო ეხლა ტყუილა დატრაკებ ხო აგათ იყავით რა სანამ ტყუილა გატა აი ეხლა უკვე მემეჯმე ვარ გავალ გამოვა ყველაფერი ჯემრალი არის. ეგაა ცხოვრებაც მო. ეგაა ხო მაგას ვეუბნე ვასწავლე აქ პატარა ბავშვები ვინც ვიყურებენ ბიჭები რომ დაამუგამო რომ აი მე რაც არ უნდა ატრაკო, აი რაც არ უნდა ის იყო, აი ვიღაცა არ უნდა იყოს, სახში მიხოთ 2 სიტყვას გეტყვის ეგრევე ეგრე გადაკეთებ. მე ეგრე მგონია რა.
რა, ეხლა მაგარი დარწმუნებული ვარ, რომ ჰიტლერი მე ჯაჯმული ბავშვი იდგა ხოლმე ევა ბრაუნთან. არა მგონა. აი უეჭველი ვიცი. ისე უბნება რა, ახლა რატო დაარტყი იმასო რა. პოლონეთში რატო შეხვედიო რა? და დამსიმართლებდა ეს. ან ის იმას ხელი რატო არ მოაწერეო, ეგ უფრო რეალურია, რომ იმ შეთანხმებას, ომის გაჩერების შეთანხმებას ხელი რატო მოაწერეო? კაი მოდიშიო და გააგრძელა მე. ეგ უეჭველი ეგრე იყო. ყავა გაბეცუდა. რა, წავედით. კარგად ვიყავით, ჩვენ სუპერნატურალს უნდა ვუყუროთ.